ტელეკომპანია იმედი და ბასტი ბუბუ წარმოგიდგენთ. Get it going. It's called. ნატო სულხანიშვილი, ლევანიკოს და ელენიკოს დედა, თქვენთვის კი უბრალოდ ბაბილინა. მე გოგიჩა ვარ ნანუკას და ნინუცას მამა. ამ მყუდრო და ნათელ პავილიონში იმედის არხზე შევიკრებებით იმისათვის, რომ ბავშვებთან ერთად ვითამაშოთ. და ამ თამაში ხალისიანად ჩაერთვებიან მშობლები, ასევე გავიგებთ რას გვირჩევენ ბავშვთა ცნობილი ფსიქოლოგები, პედიატრები და პედაგოგები. ოღონდ ეს ყველაფერი თამაშით მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენთან სტუმრად მოვლენ როგორც ცნობილი მომღერლები, ასევე მსახიობები. სახეზე გატყობთ კმაყოფილებას, ვიწყებთ პირველ განყოფილებას. დარწმუნებული ვარ, რასაც ახლა გაიგებთ, ძალიან მოგეწონებათ. ჩვენ დილიდან ძალიან საინტერესო რეცეპტებს ვაგროვებთ. არა, არანაირი კულინარია. ხომ არ დაგაბნიე? ისე რა. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ დავადგინოთ, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს იმაში, რომ გახდნენ დამოუკიდებლები. ამაში კი ჩვენი სტუმრები და მათი რეცეპტები დაგვეხმარებიან. და ჩვენი დღევანდელი პირველი სტუმარი არის ნინცა ამონაშვილი, ცნობილი პედაგოგის ბატონ შალვა ამონაშვილის შვილიშვილი. ნინცა მოგზანდი, როგორც ხედავ, მარტო არ მოსულხარ. რა თქმა უნდა, მარტო არ არის. ეს თამუსია? ხო, ეს თამუსია. რამდენი წლის არის? თამუსი ხდება 4 წლის ახლა. დაბრძანდით? დაბრძანდით. ნინცა, ჩვენ გვაინტერესებს თამუსი თვითონ რას აკეთებს? აი მაგალითად, საუზმეს თუ მიირთმევს ხოლმე თავისი ხელით? კი, აუცილებლად საუზმეს თავისი ხელით მიირთმევს. და რა უყვარს ყველაზე მეტად? დილას გვიყვარს ხოლმე იოგურტი, ხრაშუნები რძით. ხანდახან წიწიბურასაც ვჭამთ ხოლმე. ბურთები ხო, ხრაშუნა ბურთები, კი. ბურთები უყვარს. ციტას და თვითონ ჭამს? და რძის გარეშეც თვითონ ჭამს. როგორ მიაღწიეთ ამას, რომ აი თამუსი თვითონ საუზმობს? ერთი ჯადოსნური მეთოდი გვაქვს. რამდენიმე არჩევანის საშუალებას ვაძლევთ ხოლმე, რამდენიმე საკვებს თავაზობთ, ანუ მაგალითად ხაჭო გირჩევნია თუ ხრაშუნებით თვითონ ირჩევს და მე უფრო ხალისით მიირთმევს ხოლმე, როდესაც თავისი არჩეული. და რა თქმა უნდა, თან როდესაც ხალისით მიირთმევს, ასე უფრო სასარგებლოდ გამოდის, არა რა სიტყვა. ესე იგი, მე მაინტერესებს ნინცა, ბავშვი როდესაც უჭმელი არის, ანუ ეს ჯადოსნური ხერხი იქ მოქმედებს? არჩევანის საშუალებას რომ აძლევთ? მოქმედებს აუცილებლად, იმიტომ რომ თვითონ როდესაც ირჩევს, უკვე მაშინ უფრო ადვილად მიირთმევს. ესე იგი, დედიკომ უნდა შესთავაზოს სასარგებლო პროდუქტი და ამ სასარგებლო პროდუქტიდან აირჩევს, რომელიც მას მოსწონს. თვითონ თუ იმზადებს ხოლმე? თვითონაც ცდილობს ხოლმე, მონაწილეობს ხოლმე გამზადებაში. მაგალითად, ბლინებს ვამზადებთ ხოლმე და თვითონ ძალიან უყვარს ამ პროცესში მონაწილეობა, იცის რომ ჯერ კვერცხი, მერე მაწვერი, მერე უნდა აურიოს და გვეხმარება ხოლმე. ძალიან კარგი, ესე იგი, თამუსი არის დამოუკიდებელი გოგონა უკვე, როგორც ხედავ, 4 წლის არის და თან დამოუკიდებელია. მე შემიძლია თამუსი წავიყვანო უკვე ჩვენს ასეთ სამზარეულოში, სადაც საუზმე არის გამზადებული, სხვადასხვა პროდუქტია და მოხალისე მჭირდება ვინმე თუ თამუსისთან ერთად, თუ კი ვინმე მიიღებს მონაწილეობას აი ამ პროცესში. გამარჯობა. დედა, ეს როგორი ბიჭი. თქვენ მიმბრძანდებით, გამარჯობა. რა ქვია? ზუკა. ზუკა.
თამუსის დედიკოს რეცეპტი, ანუ ნინცაცნე რეცეპტი გავეკიდე. თქვენ რა რეცეპტით სარგებლობთ ამ შემთხვევაში? თვითონ ჭამს? მოდი. აქ გაქვს თებშები, ხო? და ყველაფერს სადაც ჭამს. უნდა მოვამზადოთ საუზმე. ძალიან უყვარს ფაფა. ბიჭებს უყვართ ხოლმე ფაფა. ხრაშუნები. და რომელ ფაფას ანიჭებს ყველა? გერკულესის ფაფას, ალბათ იმიტომ რომ რამეს ეუბნებით განსაკუთრებულს გერკულესის ფაფაზე? არა, თვითონ უყვარს. თვითონ უყვარს. კი, ამოარჩია და კარგი. კიდევ? და ამზადებს ხოლმე თქვენთან ერთად რა იმეს? სურვილი აქვს, კი. და თქვენ ადლებთ ნებას? ამას და კი. ცდილობ რომ გამოვკიდებელი. ხლოპუნებს და კარგი საინტერესოა ერთი რას მოამზადებენ და ხო და გადმოიღე მიდი. შეურევენ ეს. რა ხლოპუნები ის არის? მაგრამ ჩვენ ისე მოვამზადეთ რომ რაღაცა სასარგებლო პროდუქტი შეურჩიეთ ბავშვებს. აბა ნახოთ რა საირჩევენ, ძალიან საინტერესოა. ერთვენს დავასხავ. აი ზუკა წვენს ასხავს. რას აკეთებენ აბა? თებში ასხავს წვენს. წვენში. ასეთი რეცეპტია. საკმარისია? ხო. საკმარისია? აი თამუსი მაგალითად ხრაშუნები აიღო, შოკოლადის მრგვალები და ასევე ესეთი შედარებით ღია ფერის ხრაშუნები. ერთმანეთში აურია. ამაწოდე შავი. აი ეს ხრაშუნები ზუკას უნდა, იმიტომ რომ წვენში ჩაყარა როგორც თეთრი ხრაშუნები, ასევე შავი ხრაშუნები. გასაგებია. ასეთი ფერები არის მოდაში ახლა. ეს რაღაცა უფრო ისეთ ნამწყვრს გავს, ეს რაღაცა ზებრას რომ ეძახიან და რამეს მსგავს აკეთებს ხოლმე ახლა სახლის ის ინტერპრეტაცია. გასაგებია. გერკულესი? დიახ. გერკულესის მოითხოვა. გერკულესიც ესე იგი გერკულესი საყვარელი. უნდა ითქვას, რომ გერკულესი არის ცხელი, თბილია, ასე ვთქვათ, და ფორთოხლის წვენი უხდება ალბათ. ზუკასია. ვიცი რა შეიძლება ეს ყველაფერი მე კი არ გამიზნჯებს ნამდვილად, მაგრამ შეიძლება ძალიან გემრიელიც კი. დაახლოებით 15 გრამი გერკულესი ჩააგდო 30 გრამ წვენში. გაიწევთ კალბატონები. კარგი, ესე იგი ჩვენ გვაქვს აბა თამაში შენ რა არჩიე? საუზმის ახალი. ახლა წვენი ეს მომაწოდე იოგურტი. იოგურტი? დიახ. გოგიჩი სხვანაირი ხელი აქვს სამზარეულო. კი, გოგიჩი, თუ მკითხო ზუკას, მე ამას შეჭამს ყველა. მე მგონი დედიკოს უმზადებს. ნახოთ, იოგურტი ასევე ეს ცალკე ეს პროდუქტი, რასაც ზუკა ახლა თავის თებში ამზადებს, არის სასარგებლო. ერთად მიმართებაში არ ვიცი როგორი იქნება. აბა თამუსი შენთან რა ხდება მითხარი? ეხა მომაწოდე ის. არ დამაყენა კაცო, რა მოგაწოდა მითხარი? ამის უკან ეს? ხაჭო. დიახ. ერთი ამავიღო. კურზი. ხო. თამსი შენ არ მოგაწოდო? ბანანია, ვაშლია, გერკულესია, კარაქია, ხაჭო, იოგურტი. წვენი. ნუ ზუკას რეცეპტმა მე მგონი მოწონება დაიმსახურა. დავასხა მე თვითონ. თამუსისაც დაჭირდა ფორთოხლის წვენი? კი, იმიტომ რომ საუზმაზე ფორთოხლის წვენი მოგეხსენება სასარგებლო. იქნებ შესთავაზე რომ ეს ფორთოხლის წვენი რაღაცა ჭიქაში უფრო სასარგებლოა თქო, არა? და ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისაუზმოთ ჩვენით? თუ კი გაამზადეს თავიანთი საუზმე, რა თქმა უნდა შეგვიძლია. რატო ზუკა? დროჭირდება კიდევ. ჯემი. დიახ, ჯემი. აბა. ზუკა რაღაცა საინტერესო საკეთებს. და ვინც ის იქნებ კულინარიაში რაღაცა აღმოჩენაც კი გააკეთებს. ამას ქვია დილის აჯაფსანდარი. დილის ხილის აჯაფსანდარი. არა, იქნებ დილის ფანტაზია დავარქვათ. ნუ ფანტაზიას თუ დავარქვით ამას, აბა რა უნდა დავარქვით? აჯაფსანდარი არ არის საუზმის. შეარჩია ჩვენ ესე იგი სხლის ჯემზე გადავედით, კონში ჯემისგან, ჯემიდან სხლის ჯემი, თამუსი შერასა, თამუსი პური ჩაყარა საუზმეში, თანაც უნდა გითხრათ რომ მხოლოდ გული და ქერქი დატოვა. ამასაც თავისებური მიდგომა აქვს, ეთყობა ქერქი მაინც აღიზიანებს. არა, აი ქერქსაც მოიყვარს და აქედან. დიახ, აი თამუსი ჩაყარა. ეს ალბათ უნდა იყოს ასეთი თეთრი პური. დამაცადე კაცო, ბანანი ჭირდება, დაჭრილი თუ ისე? დაჭრილი ბანანი, დიახ. რამდენი ცალია საჭირო ახლა ამ საუზმეში ეს ბანანი? ზუკა და თამუსი თუ დაამთავრეთ საუზმე, უკვე უნდა მივირთვათ. აბა მზად ხართ რომ მივირთვათ? დაამთავრეთ ზუკა, ხოჭა. ჩამოვთვალოთ კიდევ ერთხელ ის პროდუქტები, დიახ, რაც აი ამ საუზმეში. შენ რას დაარქმევდი ამ საუზმეს მითხარ და მე ჩამოვთვლი პროდუქტებს? ფაფა დაარქვა. იოგურტი, ფორთოხლის წვენი, ხრაშუნები ორნაირი, ასევე ჯემი ორნაირი და რა შეეხება თამუსის, თამუსი თქვენ რა ხდება? ხრაშუნები გვაქვს შოკოლადის. ასევე თეთრი ხრაშუნები, ფორთოხლის წვენი და თეთრი პური.
აი ასეთი საუბრა მოამზადა თამუსი. ახლა მე მაინტერესებს, ბავშვები შეჭამენ ამას თუ დედიგოები? მე მგონი ზუკამ უნდა შეჭამოს. შენ თვითონ მე მაინტერესებს, შენ თვითონ შეგიძლია შეჭამო? არ ჯობია რომ მაგიდასთან დააჭიდე და ისე შეჭამო? კი. მოდი, მე მოგეხმარები, წამოგაღებინებ. და მაინტერესებს თვითონ რა რეაქცია. და თუ ურჩევს თავის მაკაცებს რომ მათაც ასეთი საუბარი. შენ დაამთავრე გამზადება. რა სილამაზეა. შეხედეთ. როგორი საუზმე გაამზადა თამუსი. აბა, ესე იგი, ახლა ეს საუზმე თქვენი ხელით მომზადებული უნდა შეჭამოთ დამოუკიდებლად შეძლებთ? აბა ვნახოთ. მე მითხარი გემრიელია თუ არა? კარგია? გემრიელია. ზუკას მოეწონა და ასე რომ შეგიძლიათ სადოთ, იმიტომ რომ ის პროდუქტები მართლაც რაც გამოიყენა ზუკამ, ყველა პროდუქტი არის სასარგებლო. თანაც აქ არის ხილფაფა, არის ბანანი, არის შოკოლადის ხრაშუნები და ეს ყველაფერი ერთად გემრიელია. ხაჭო და იოგურტიც. სასარგებლო. ნამდვილად. რა ზუკას მოეწონა, აი თვითონ გააკეთა და საუზმობს. თამუსი შენთან რა ხდება მითხარი, რაღაც ლობიოს გავს ეს ყველაფერი. ხრაშუნები და პური ჩაყრილი, მაგრამ მერწმუნეთო ტკბილია ეს საჭმელი, ლობიო არ არის. თამუსი გემრიელია? და ბაბილონა რა სიტყვი ამ მეთოდზე? მე ვიტყვი რომ ეს მეთოდი არის სავსებით მისაღები, ანუ ბავშვებს უნდა მივცეთ არჩევანის უფლება და ისინი აირჩევენ ნამდვილად სასარგებლო პროდუქტიდან სასარგებლოს. მე იმასაც დავამატებდი რომ ბავშვმა როდესაც ეს ყველაფერი თვითონ გააკეთეს, მაშინ გემრიელია, თორე ამას თუ დედა გააკეთებს, დამჯერდი ბავშვი არ შეჭამს. ასე რომ მიეცით სასარგებლო. მე მგონი ბრავო! ბრავო!